აუ დაგლოცეთ. დადიძალობა. ამო ადამიანები არსებობენ, რომლებიც ერთმანეთს ღალატობენ. აი თუ გიღალატეს, იმედი გაგიცრუეს. როგორ უნდა მოვიქცეს ამ ადამიანს შეიძლება რომ უკან მოიბრუნო ან აპატიო ან რაღაც მსგავსი? ახლა მე არსებობს უღებულობ 99-დან ვერისგან გამიგია რომ ეს საქმე შეთადვიყავით ძმასავით გადავყევით და მე მიღალატა. და მე ზოგიერთი იქამდე მიდის რომ აი როგორ ვაპატიო და შეიძლება კიდეს იმაზე იარაღზე იყურებოდეს და მოკლას. და ხანდახან მეუღლეებს შორის ხდება ღალატი. აი როგორ უნდა მოიცეთ მაშინ. და უფრო მეტად ყველობამდე როდის მიდის, აი ხანდახან მეუღლეა ღალატისა გამო. და ეს როგორ ხდება, ისე ხდება როგორ აკადრეს, როგორ უღალატეს. თამოყვარეობისა გამო ხდება მკვლელობა, თამოყვარეობის გამო ხდება ადამიანის ჩამოწერა, სიძულვილი, ზიზღი. ამ დროს ნათქვამია სახარებაში რომ წმინდა წერილში რომ ყოველი ადამიანი ცრუ არს და ამის მაგალითია წმინდანების ცხოვრებას უკითხულობთ რომ ერთი ნაბიჯია სიწმინდიდან დაცემამდე. და შენ თამოყვარება რომ შელახა შენმა მეუღლემ ან მეგობარმა ვისაც ენდობოდი, ვისაც გადაღები იმ თამოყვარეობიდან გამომდინარე ხდება შეიძლება მკვლელობას მოხდეს. და მეორეა კიდე რომ ფიქრობს როგორ აზარალა ადამიანი როგორ შეუჯამა ფული ესე იგი რა ეშულება მაგათ შვილებს, მაგრამ პასუხი რა არის? შენ თუ შეუნდობ შენ არ იფიქრო რომ მეთი დაგდოებ შენა. შენ ყოველთვის უნდა გასწორდეს მამოჩუნოს თოს რა წერიეკ მაპატიე როგორც მაპატიე. პატიო დამლაშავეს. შენს გეპატიება შენ წოდები ღვთისწინაშე. ესე იგი იზარალე ესე იგი არ მოთხო თუ აშეული ადამიანს და დაბრუნება. უნდა მოთხო ახლა თუ აქვს. მაგრამ თუ აშეულია სახარებაში ხომა მოყვარი მაგალითი რომ ესე იგი ღმერთმა ესე იგი ერთმა ბატონმა გაუშვა ციხიდან კაცი და იმ კაცმა კიდე იმიტომ რომ ვალებისა გამო ადრე იჭერდნენ ციხეში სვამდნენ ვინც ისწრებდა ვალებს და რო გაუშვა იმან დაინახა ვისაც ემართა მაგისადვი და კინაღამ დაარჩა და რო გაიგო ამ იმან ესე ჩააჯინა ციხეში. ამით ისე თქვა მინდა რომ არ პატიობა შენ გეპატიება და შენ არასდროს არ იფიქრო რაცა უნდა იზარალო თუ იმას მიიღებ ესე იგი თუ არ შეგიპოვს სიძულვილი და თუ აპატიებ რომ შენი ღმერთი არასდროს არ დატოვებს იმის შვილებს ვინც ღმერთს გაახარებს და ღმერთი ითიხარობს როცა შენ გიწერია შენ თუ ქრისტიანი ხარ მithumetes გიწერია როცა მტრისთვის და ეს რომელიც შენი მეგობარი იყო ზოგი ხანდახან ხდება რომ ძმას ემტერება დედაშვილს და რატო იმიტომ რომ თავარია მატერიალური და ამ დროს თუ გაახსენდება რომ გარდაცვალების შემდეგ ვერაფერს ვერ წაიღებ გარდა იმისა რაც იკეთე გააკეთე და ისინი გაზარალა იმას თუ აპატიებ თუ შეუძლია გადახდა ესეც ხო სიკეთეა დამერწმუნეთ რომ არაფერი არ იკარგება და შენი შვილებიც გაიხარებენ ღვთისმადლით შენ თუ აპატიებს შენ წოდესა იმიტომ რომ სიხარული შვილების იქნება თუ ოჯახის იქნება თუ საქართველოს იქნება დამოკიდებულია ღმერთზე და არა ძლიერ ქვეყანაზე და ფულზე და შეიძლება მოყავს მაკედონიის მაგალითი რომ არაფერი არ წაუღია ამ დროს მთელი მსოფლიოს ყოველი იყო და სულ გადაიცვალა 23 წლისა დღესდღეობა ახლა ის დღეში ვინ მოვამის ვიღაცის ფეხზე და ვიღაცის თვალზე კი არ დამოკიდებულია გვერდის წელზე და რა ქვია დრაგონია თუ უჩხურის წელზე ან ვეფხის დამოკიდებულია ღმერთზე და თუ ღმერთზეა დამოკიდებული ყველაფერში ეცადე გაახარო ღმერთი და ღმერთი ზეთი გაახარებ როცა შენ შეიყვარებ არა მარტო მოყვარეს ეს სახარებაში კიდე წერია შენ ქრისტიანი არ ხარ თუ მარტო მოყვარები გიყვარს ღმერთმა მოგცეს სიყვარულის ნიჭი და თუ გაკლია ეს და თუ დაბოლბილი ხარ და გუნდა შურიძიო დაიწყე ლოცვა დილასაღამოს იმ ადამიანის მოსენება ვინ შენ გეღალატა და მეუღლეს არ შეეხება თუ გეღალატა შეიძლება გაშორდეს სახარების მიხედვით ცოდვა არ არის მაგრამ თუ აპატიებ
ესეც ესე იგი მისაღები აქვს ისთვის. თუ დაიტევ და თუ აბადია ღალას. იმიტომ რომ შენ თუ იმას მიხვდები რომ შენ თავს დააგვირდი, რომ შენც არ ახლა არაფრისგან დაზღვეული. მით უმეტეს ბოშობა და სიზმრისაგან ამის მაგალითია წმინდანების მაგალითი. ღმერთმა მოგცეს სიყვარულის ნიჭი. მამაო, რამდენად აი ირგვლივმყოფები ძალიან მოქმედებენ ადამიანზე ამ შემთხვევაში. აი რამდენად უნდა იმოქმედოს. აი მაგალითად აი თუნდაც მეუღლეს არ პატიობს, იმიტომ რომ აი ის რა სიტყვის. და ესეც ერთი და მეორე კიდე თუ მეგობრებმა გაიგეს რომ ვილაცისგან ესე იგი შენ დაიჩაგრე, რომ იმან ესე იგი შენი ფული შეჭამა, ან დაუშვათ შეურაცხყოფა მოგაყენა და შენ შეიძლება ესე იგი იმის მაგალითი მოყავს. ჰეროდესი რომ ნათლისმცემლის წამება არ უნდოდა, მაგრამ სიტყვა რო თქვა, ვერ გატეხა ეს სიტყვა და ამიტომ გასაბზანება იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთისა. და ასე ხშირად ხდება, აი სხვები და ასე ფიქრენ იმის გამო, შეიძლება შურიზიო კვლევზე, წვის კვლევზე, მეგობრის კვლევზე და ამ დროს შენ შეიძლება დაიკმაყოფილო თამოყარეობა, მაგრამ შენ თვითონ ხდები კვლევი. და შენ თვითონ ხდები ჯოჯოხეთის კანდიდატი გარდაცვალების შემდეგ. ამიტომ კი არასდროს ამ ვიფიქროთ, კი, რა თქმა უნდა, ხა ყველაშია თამოყარება, ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, ასე ფიქრებს ღმერთი და შენ უნდა იფიქრო იმაზე, რომ ციხეში რო ხდებიან, იმათი პროიციან, რომ ციხეში რო ხდებიან, ბევრი ამბობს, რომ დაუშვათ დავის და ბევრსა. თუმცა კი არასდროს არ დავიზდები ახაც და გარდაცვალების შემდეგაც. დიდი მადლობა.